მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ საუბარს ემოციური ინტელექტის გარშემო და ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი დასაყრდენი არის self-awareness, რომელიც თარგმნეთ როგორც თვითშემეცნება, შეიძლება უკეთესი თარგმანი იცით და შემოგვაშველეთ კომენტარებში. მოკლედ ეს არის მდგომარეობა, ან უნარი, ესე ვთქვათ, რომელიც შედის ემოციური ინტელექტის უნარების ოჯახში, რომ მე ვიცოდე როგორ მდგომარეობაში ვარ, ემოციურად როგორ მდგომარეობაში ვარ, შემეძლოს ჩემ თავზე გარედან დაკვირვება, ასე ვთქვათ, აი რაღაცა ესეთი უნარი, რომ კარგი ემოციურად მაღალი ინტელექტუალური ადამიანმა იცის თავის შესახებ რაღაცები. თუ შეეშალა, იცის შეეშალა. თუ აღელდა, იცის აღელდა. თუ ცუდ ხასიათზეა, იცის რომ ცუდ ხასიათზეა და რატომ არის ცუდ ხასიათზე და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს self-awareness, თვითშემეცნება დავარქვათ, არის მნიშვნელოვანი ნაწილი ემოციური ინტელექტის, ხო? შესაბამისად, რახან ემოციური ინტელექტს ლიდერობაში ძალიან მნიშვნელობა მიენიჭა და აი ბოლოდროინდელი კვლევებით ფაქტიურად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი და ტრეინინგები გახდა ემოციური ინტელექტის ტრეინინგები ლიდერობის კონტექსტში. აი ამის გამო შესაბამისად self-awareness, რომელიც არის თვითშემეცნება, რომელიც არის დასაყრდენი ემოციური ინტელექტის, თავისთავად ძალიან დიდი მისი მნიშვნელობა გაიზარდა და დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, ხო? ეხლა თვითშემეცნების განვითარებაზე როცა ვლაპარაკობთ, ანუ ეს ემოციური ინტელექტი და მათ შორის თვითშემეცნება რაღაც გააყენებული ამბავი ხო არ არის, იმიტომ გვაინტერესებს, რომ გვინდა რომ განვივითაროთ. გავზომოთ და განვივითაროთ, ხო? ამიტომ დღეს ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ იმ ინსტრუმენტების შესახებ, რომელსაც იყენებენ თვითშემეცნების self-awareness-ის განვითარებისთვის. არაერთხელ ვახსენებთ დღეს მედიტაციას და შეიძლება ეს მედიტაცია რაღაცა უცხო იყოს, ასე ვთქვათ, თქვენი საქმიანობისთვის და რაღაცა მისტიური დატვირთვა ქონდეს, იმიტომ რომ აღმოსავლური კულტურებიდან შემოვიდა, მაგრამ სინამდვილეში ეს წარმოადგენს ჩაღრმავებულ ფიქრს, ანუ ფიქრის, აი ფიქრები მტკვრის პირას, ესე იგი, ან წყლის პირას, ჯდამტირალი წყლისა პირსა, მოკლედ მედიტაცია არის განმარტოებული ფიქრის მდგომარეობა და ნუ მივანიჭებთ ამას რაღაცა სხვა კულტურებისთვის დაკავშირებულ თავისებურებს, ხო? ანუ ჩაღრმავებულ ფიქრს ნიშნავს. ფაქტიურად ვისაუბრებთ, ესე იგი, მედიტაციაზე, ასევე mindfulness, ესე იგი, ეს არის გააზრებული მედიტაცია, ან გააზრების მედიტაცია, რთული სათარგმნია mindfulness, მაგრამ მე მაინც შევეცდები, რომ საუბარში განვმარტო რას გულისხმობ, იმასაც შევეცდები, რომ მაგალითებით მოგამარაგოთ მე როგორ ვაკეთებ ამას და როგორ ვიყენებ ამ ყველაფერს ყოველდღიურობაში. დღიურის წერა, ანუ journaling, რაც არის დღიური, რომელიც იშვიათი უნარია, ასე ვთქვათ, და იშვიათი ჩვევა არის ჩვენ რეალობაში, მაგრამ ითვლება, რომ ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის ფაქტიურად შეუცვლელია. სხეულის სკანირების მედიტაცია, ანუ ფიქრის სხეულის სკანირების პარალელურად, ამაზე ვისაუბრებთ, მოქმედებების, ფიქრების და ემოციების და აზრების ხშირი გააზრება, ანუ reflections, რასაც ეძახიან, ეს არის, რომ დაფიქრდე შენ ფიქრებზე, დაფიქრდე შენ მოქმედებაზე და გაიაზრო, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. უკუკავშირის მიღება და ძიება ამ უკუკავშირის, ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია, რომ საკმაოდ რთულია შოვნა უკუკავშირის, იშვიათი პროდუქტი გახდა, იმიტომ რომ გულახდილად რომ გითხრას ადამიანმა და შინაარსიანად, მოკლედ ეს საკმაოდ იშვიათია და ჩვენ კულტურაში ძალიან ერიდებიან, მოკლედ ამ ამბავს ადამიანები, ხო? ვიზუალიზაცია, ამ შედეგების და რეალობების ვიზუალიზაცია, სუნთქვის ტექნიკები ძალიან მნიშვნელოვანია. პიროვნების შეფასების ინსტრუმენტებზე ვისაუბრებთ, გაზომვადი ამოცანების დასახვა და განხორციელება დაგვეხმარება, ასევე დაფიქრებული სეირნობა, ანუ mindful სეირნობა, ესე ვთქვათ, ემოციების check-in, ანუ რეგისტრაცია, ემოციების რეგისტრაცია, მადლიერების პრაქტიკა, ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი და თვით თანაგრძნობის პრაქტიკა. მოკლედ, ბევრი რაღაცა, ესე იგი, ბევრი ტერმინი დავარახუნეთ, ასე ვთქვათ, და მე შევეცდები, რომ პროცესში თითოეული ამათგანი გავშალო. ეხლა ამ ვიდეოს, რა თქმა უნდა, ვერ ჩავთვლით
სასწავლო ინსტრუმენტად უფრო ეს არის ნავიგაციის რაღაცნაირი სარჩევი არის აი ამ self-awareness-ის ტექნიკებში და მე თუ მომწერთ კომენტარებში ესე იგი თქვენ რომელი ტექნიკები გაინტერესებთ მე შევეცდები ჩემი ძალებითაც და ჩემი ნაცნობების ძალებით მოკლედ უფრო სიღრმისეულად ჩვენ არხზე წარმოგიდგინოთ ესე იგი მეტი ინფორმაცია ამ პრაქტიკების შესახებ, ხო? სანამ თითოეული პრაქტიკის აღწერაზე გადავალ, მინდა მადლობა გადაუხადო ამ ვიდეოს სპონსორებს. თქვენ შეამჩნევდით, რომ ჩვენი ვიდეოები YouTube-ზე რეკლამით არ არის დატვირთული და ასევე შეამჩნევდით, რომ კლასიკური გაგებით სპონსორები არ აქვს. საქმე ის არის, რომ ჩვენი ვიდეოების და არხის სპონსორები არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. ანუ ის ადამიანები, ვინც გვიკვეთავთ ტრეინინგებს და მონაწილეობთ ჩვენ ტრეინინგებში, თქვენგან მიღებული რესურსით ჩვენ ვახერხებთ, რომ უფასო და ხარისხიანი ვიდეო მასალა და სხვა სახის მასალა შევქმნა და ამისთვის დიდი მადლობა გეკუთვნით. ინფორმაცია ჩვენ ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე flowmaster.g. ეხლა გადავიდეთ თვით შემეცნების self-awareness-ის განვითარების პრაქტიკების აღწერაზე და ჩამოთვლაზე და დავიწყოთ mindfulness meditatsiით. ანუ ჩაღრმავებული ფიქრი, ესე ვთქვათ, ჩაღრმავებული გააზრება, ხო? მედიტაციასა და ფიქრს შორის, ესე იგი, აი დავფიქრდე, უნდა მოვიფიქრო. განსხვავება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმედი მაქვს, რომ ვინმე ტერმინითაც დამეხმარებით, ესე იგი, შეიძლება მედიტაციაო დავარქვათ და შეიძლება რამე კარგი შესატყვისი არსებობს ქართული. მოკლედ, განსხვავება არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ უნდა დავფიქრდე, უნდა მოვიფიქრო, ჩვეულებრივ საქმე ეხება ძალიან კონკრეტულ საფიქრალს. უნდა მოვიფიქრო ჩემი შვილს როგორ დავეხმარო სწავლაში. უნდა დავფიქრდე ზაფხულში სად დავისვენო, უნდა დავფიქრდე ამ პროექტზე. მედიტაციის შემთხვევაში ეს ფიქრის პროცესი გათიშულია რაღაცნაირად კონკრეტიკისგან, ხო? აი კონკრეტიკის გარეშე უნდა ვიფიქრო, ხო? და მაგალითად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ამ ასეთი სახის ფიქრისთვის არის დილა, ადრიანი დილა, ადრე ვიწყებ დილას 5 საათზე ან 6 საათზე ვიღვიძებ, ესე იგი როგორც იმის მიხედვით როგორ მოვახერხებ დაძინებას, იმიტომ რომ ძილის მოკლება არაფრით არ შეიძლება. მოკლედ, აი ეგ პერიოდი, სანამ ბავშვები გაიღვიძებენ, ოჯახის წევრები გაიღვიძებენ, სანამ შეუდგები, თქვათ, მეილების, სოციალური მედიის და ასე შემდეგ, აი მანამდე მაქვს ეს წყნარი დრო, როდესაც ფიქრობ წყალსვამ ხანდახან სხვა რამეებს არ ვაკეთებ ჯერჯერობით სანამ ვისაუზმებ და სანამ რამეს გავაკეთებ და მოკლედ რაღაცნაირად ეს არის დაკვირვება თითქოს და ფიქრი და გაშვება ფიქრები აი თითქოს აუშვით თითქოს მოვხსენით ყელსაბამი ასე ვთქვათ ძაღლს მაგალითად და გაუშვით და დარბის ეს ძაღლი და სეირნობს, ესე იგი, რაც ეს სიამოვნება. ჩვენი ფიქრებიც, ჩვენი ინტელექტიც ესეთი ბუნების არის, რომ ხანდახან ჩვენ კი არ უნდა მივაბათ რაღაც საკითხზე. ხანდახან უნდა აუშვათ ჩვენი ფიქრები და გაუშვათ და იარონ, ხო? და ჩვეულებრივ გაბოდიალდება, გამობოდიალდება, როგორც ძაღლის ანალოგიაში, გაგახსენდება ვიღაცა ახლობელი და გაგეღიმება სასიამოვნო ისა. მერე გამობოდიალდება მაქედან ფიქრი და გუშინდელი რაღაც მოვლენა გაგახსენდება. მნიშვნელოვანი არის mindfulness მედიტაციის დროს, რომ არ მივებათ, აი რაღაცა რომ გაგვახსენ და იმაზე ფიქრი არ ჩავიხვიოთ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამან იბოდიალოს, ჩვენმა ცნობიერება მიბოდიალოს, წავიდეს, წამოვიდეს და ყველაფერს შეეხოს, ხო? კონკრეტული ტექნიკებია, მე ახლა ამ ვიდეოში კონკრეტული ტექნიკების აღწერაში არ შევალ. ზოგი სუნთქვასთან არის დაკავშირებული, ზოგი სხეულთან არის დაკავშირებული, ზოგი დაკავშირებულია თვითონ ფიქრების დაკვირვება, რაღაცა ვიზუალიზაცია ხდება, რომ აი მოვიდა ფიქრი, წავიდა ფიქრი და ასე შემდეგ და ხშირად mindfulness მედიტაციას ხელს უწყობს შესაფერისი მუსიკა, შეიძლება ხმადაბლა მუსიკა გქონდეთ ჩართული, წყნარი მედიტაციის მუსიკა ბევრია YouTube-ზე, Spotify-ზე ყველგან
და შეიძლება ეს იყოს guided meditation. ანუ შეიძლება რაღაცას ლაპარაკობდეს წამყვანი, რომელიც თქვენ გეხმარებათ, რომ თქვენი ფიქრი წარმართოს არა ერთი კონკრეტული მიმართულებით, არამედ რაღაცა უფრო ფართე მიმართულებით, ხო? მოკლედ ეს არის ჩვენი mindfulness მედიტაცია, ყოველდღიური პრაქტიკაა ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ჩემთვისაც არის ყოველდღიური პრაქტიკა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მეხმარება, რომ დღე დაიწყოს რაღაცნაირად დამშვიდებულად, დაწყნარებულად, ხო? აი ხანდახან რო ხდება, რომ გვიან დავიძინებ და ვერ გავიღვიძებ საკმარისად ადრე და ამიტომ როგორც კი გავიღვიძებ, მიწევს პრაქტიკული რაღაცეების კეთება, თითქოს იმ დღეს რაღაცა აკლია ჩემთვის და თითქოს რაღაცა სრულფასოვნად ვერ დაიწყო ეს დღე და ამიტომ მოკლედ ეს პრაქტიკა ძალიან სასარგებლოა. მეორე ინსტრუმენტი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, არის დღიურის წერა, ანუ journaling-ი, ეს არის ჩაწერა თქვენი აზრების და ფიქრების ჩაწერა. ხო, ესეც არის აზროვნების ინსტრუმენტი და self-awareness-ის ინსტრუმენტი. საქმე ის არის, რომ როცა ემოციური ინტელექტზე ვლაპარაკობთ, ეს უკავშირდება ემოციებს, ხო? და ემოციები როცა მოდიან ჩვენს არსებაში, ჩვენ სამყაროში, მათ სახელები არ ქვიათ. ანუ ემოციის შეგრძნება და ემოციისთვის სახელის დარქმევა ფაქტიურად არის განსხვავებული პროცესები. და დღიურის წერისას თქვენ თუ უნდა აღწეროთ სიტუაცია, თქვენ მოგიწევთ, რომ ამ სიტუაციას დაარქვათ სახელი. თუ დაწერთ, რომ მეწყინა, იგრძნობთ ვალდებულებას, რომ დაწეროთ, რატომ გეწყინათ, ვინ გაწყენინათ, რატომ გაწყენინათ, მერე რა იგძენით, როცა წყენამ გაიარა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ წერის დროს ერთი რომ ჩვენი კინესთეტიკური, ანუ მექანიკა მუშაობს, ანუ საუბარი არის, რომ პასტით წერ ქაღალდზე თუ სტილუსით წერ ტაბლეტზე თუ რაღაცას აკეთებ, ანუ ეს მოძრაობა, წერის მოძრაობა ჩვენში ვინც ვართ მიჩვეული წერას, მოკლედ იწვევს რაღაცა, აი ამ გააზრებას და ჩაღრმავებას და ხანდახან დამშვიდებასაც იწვევ, როცა ღელავ რაღაცაზე, მე მაქვს ესეთი პრაქტიკა, რომ რამეზე თუ ავღელდები, ვიწყებ წერას. ხანდახან ვიწყებ მაგ რაღაცის შესახებ წერას, ანუ დღიურივით და ხანდახან უბრალოდ რაღაც ლექსები მიყვარს, რომელიც ვიცი ზეპირად და ამ ლექსების წერას ვიწყებ და ამ ლექსების წერის დროს რახან ისინი ზეპირად ვიცი, ჩემი გონებას ფაქტიურად რაღაცა თავისუფალი დრო აქვს, როდესაც წავა და იფიქრებს და თვითონ ეს წერის პროცესი მეხმარება. ამ შემთხვევაში ლექსების წერაზე და გახსენებაზე საუბარი არ არის, უფრო დღიურის წერაზეა და ემოციური ინტელექტის ტრეინინგებში ყველგან იყენებენ ფაქტიურად ემოციების დღიურს, emotional journal, ხო? ან emotion journal, სადაც თქვენ დღის განმავლობაში შეიძლება 3-4 ჯერ დააფიქსიროთ, ასე ვთქვათ, რა ემოციები გეწვიათ, რა ქენით, რა ხდებოდა და ვისთან იყო დაკავშირებული და ასე შემდეგ, ხო? შემდეგი ინსტრუმენტი მესამე არის ისევ მედიტაცია. ეხლა მედიტაციის ახსნას აღარ გავაგრძელებ, უკვე ვისაუბრეთ. ოღონდ ეს არის სხეულის სკანირების მედიტაცია და დაახლოებით ესე გამოიყურება, რომ მე ვცდილობ, რომ ვიფიქრო ჩემი სხეულის შესახებ და აი რაღაცა ტრეინინგების დაწყების წინ, სესიების კონცენტრირებული მუშაობის დაწყების წინ ხანდახან აკეთებენ სხეულის სკანირების მედიტაციას და დაახლოებით ესე გამოიყურება, რომ ვიღაცა წამყვანი ყავს, ან შეიძლება აუდიო გქონდეთ ჩართული და ეს წამყვანი მიაქცევს თქვენ ყურადღებას სხეულის სხვადასხვა ნაწილებს. შეიძლება დაიწყოს ფეხის თითებიდან და თქვენი ტერფებიდან, რომელიც იატაკზე დევს ან რაღაც ზედაპირზე, ხო? მერე გადავიდეს, ესე იგი, ფეხის ქვედა ნაწილზე, წვივებზე, წვივის უკანა მხარეზე, მუხლებზე, შემდეგ ფეხის ზედა ნაწილზე გადმოვიდეს წელზე, თეძოებზე, მუცელზე, ზურგზე, ხელებზე, მაჯებზე, თითებზე, ასე შემდეგ, ანუ ავყვეთ, ვიგრძნოთ, ესე იგი ჩვენ მუცლის ღრუში რა ხდება და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ რას ვფიქრობთ ამ სხეულის ნაწილების შესახებ და მე შეგახსენებთ, რომ მედიტაცია არის ფაქტიურად ჩვენი აზროვნების გასეირნება, აი როგორც ადამიანს საქმესა და საქმეს შორის ჭირდება გასეირნება, ესე ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ აზროვნებას ერთი საქმიდან რომ გადავერთოთ მეორე საქმეზე ჭირდება გასეირნება და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი აზროვნება როგორც პატარა ცუგა, ესე იგი გამოაბით მედიტაციის ან მუსიკალური ან გაიდენსის ყელსაბამი და დააყავთ და აფიქრებთ
უმნიშვნელო საკმაოდ უმნიშვნელო რამეებზე. ამითი რას აღწევთ? იცით რომ არ იფიქროს გუშინდელ ამბებზე, არ იფიქროს რამაც დაგსტრესად, არ იფიქროს დედა რა გვეშველება, არ იფიქროს რომ ბიუჯეტი როგორ გვეყოფა, ეს როგორ გადავიხდი. მოკლედ, გამოგვყავს იმ ოთახიდან, სადაც ჩვენ ცნობიერებამ ჩაიხვია და ნერვიულობდა და ყებდა, გამოგვყავს სასეირნოდ, იმიტომ რომ სანამ ახალ ოთახში შევიყვანთ, გვინდა რომ ცოტა მოდუნდეს და დაწყნარდეს, ხო? ეს არის ფაქტიურად დატვირთვა აი ამ ჩვენი სხეულის სკანირების მედიტაციის, ხო? შემდეგი ელემენტი არის reflection, რასაც ხშირად ვიყენებთ ამ ტერმინს, ეს არის გააზრება. რისი გააზრება? რისი გააზრება და ჩვენი მოქმედებების, მოვლენების, ფიქრების, ემოციების გააზრება. ანუ ეს არის უკვე ფიქრი არა ბოდიალით, არამედ ფიქრი არის კონკრეტულ ამბავზე. აი გუშინ ვიყავი შეხვედრაზე და აბა გავიაზროთ რა მოხდა. გუშინ მქონდა საუბარი ჩემ მეუღლესთან, გავიაზროთ რა მოხდა. ჩემი შვილის წერილი მივიღე უცხოეთიდან, გავიაზროთ რა მოხდა. ავღელდი და რაღაცეები შემეშალა გუშინ მე მგონი ბოდიში მაგ მოსახდელი მეგობართან, ხო? მოკლედ, reflection-ი ეს არის უკვე კონკრეტული reflection, ხო? ასახვას ანარეკლს ნიშნავს, აი როგორც სარკეში არის ჩვენი გამოსახულების ანარეკლი, ასევე არის გარეშე მოვლენების ანარეკლი თქვენ სულში და თქვენ ცნობიერებაში, ხო? ანუ პროცესი რეფლექციის პროცესი ეს არის გააზრება, როგორ აისახა, როგორ აირეკლა ცალკეული მოვლენები გარემოში, ჩემ შიდა სამყაროზე, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს და მათ შორის ლიდერებს, კარგ ლიდერებს ძალიან ხშირ შემთხვევაში საკმაოდ განვითარებული აქვთ ეს რეფლექციის ჩვევა და მოკლედ საკმაოდ ბევრ დროს უთმობენ რეფლექციის აი ამ პრაქტიკას. თვითშემეცნების განვითარების შემდეგი პრაქტიკა, რომელსაც მინდა შევეხო, არის უკუკავშირის ძიება უკუკავშირის მიღება და ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია, რომ ჩვენ კულტურაში ადამიანები ცდილობენ, რომ ნეგატიური უკუკავშირი ან საერთოდ არ გითხრან, ანუ რაც არ მოსწონთ, რაც გასაუმჯობესებელი გაცდილობენ, რომ ან საერთოდ არ გითხრან და ან ისე შეფუთონ და ისე ამოავლონ ბადაგში, რომ მოკლედ ვეღარ იცნობ და ვეღარ მიხვდები, რას გეუბნებიან. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ თუ გინდათ, რომ self awareness-ი გაგივითარდეთ, უნდა იპოვოთ ის ხალხი, ვინც მზად არის, რომ თავი გაიცხელოს და თქვენ გითხრათ სიმართლე, იმ ფორმით, რომლითაც თქვენთვის მისაღებია და უნდა ეს ხალხი დაარწმუნოთ, რომ თქვენთვის ეს მართლა მნიშვნელოვანია და მართლა გჭირდებათ, ხო? აი უბრალოდ რომ დადის და ფიდბექს არ იგებს, ეგეთი ხალხი მოკლედ ჩვეულებრივ პოპულარობით არ სარგებლობენ. ამიტომ თუ ჭკვიანი ადამიანია და გააზრებული ადამიანია, ალბათ ას დრო აქვს ზედმეტი და არც ზედმეტი ინიციატივა შეიძლება თვითონ არ გამოიჩინოს, ამიტომ თქვენ უნდა ეძიოთ უკუკავშირი, თქვენ უნდა ეძიოთ ის ადამიანები, ამაზე ბევრ ვიდეოში გვაქვს საუბარი და ეხლა არ ჩაუღრმავდები, უკუკავშირი, ანუ სხვების დაკვირვება, განსაკუთრებით გამოცდილი და მცოდნე ხალხის დაკვირვება, თქვენზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომაც არის ნათქვამი, რომ თქვენზე მაგარი ხალხი თუ არ არის, თქვენ გარშემო, რომელიც რაღაცეებს ამჩნევს და მზად არის, რომ გითხრათ, ხო? და გითხრათ მისაღები ფორმით, ძალიან გაგიჭირდებათ განვითარება და ესეა ნათქვამი, რომ ოთახში თუ ყველაზე მაგარი ხარო, მაგ ოთახში ვერაფერს ვეღარ ისწავლიო, ხო? შემდეგი ტექნიკა ამ self awareness-ის არის ვიზუალიზაცია და ვიზუალიზაციას ძალიან აქტიურად იყენებენ coaching-ში და სხვა ინსტრუმენტებში, მათ შორის ტრენინგებში და ასე შემდეგ. ეს არის თქვენი უნარი, რომ ვიზუალურად წარმოიდგინოთ სიტუაცია. აი მიხვალ მაგალითად შენ უფროსთან სალაპარაკოდ, რა ვიცი, ხელფასზე თუ რაღაცაზე რაც გეწყინა და ასე შემდეგ, შეეცადე რომ წარმოიდგინო ეს ყველაფერი, ხო? ეხლა რასთან არის კავშირში ვიზუალიზაცია? ჩვენი ტვინი, როგორც ალბათ იცით, ვერ არჩევს მოვლენა მართლა მოხდა თუ ჩვენ წარმოსახვაში მოხდა. ანუ ფაქტიურად თქვენ შეგიძლიათ რომ ივარჯიშოთ, როგორც თვითმფრინავის პილოტები ვარჯიშობენ სიმულატორებზე, ანუ ვითომ თვითმფრინავზე, კომპიუტერულ სიმულატორზე, ასეთი სიმულატორი ცხოვრების ჩვენ გვაქვს თავში, ეს არის ჩვენი ტვინი, ჩვენი ცნობიერება და ამიტომ თქვენ თუ გექნებათ პრაქტიკა, რომ დაინახოთ თქვენი თავი, როგორ მისცემთ ფიდბექს, ან როგორ მიიღებთ ფიდბექს, ან როგორ არ გაბრაზდებით რაღაცაზე, ან როგორ მოაგვარებთ კონფლიქტს, ამისი წარმოსახვა თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ რეალურად ეს უნარები გაიძლიეროთ. ანუ თქვენი self awareness-ი, თქვენი თვითშემეცნება გაძლიერდეს და გაფართოვდეს, ხო?
ასევე უნდა ვახსენოთ აუცილებლად სუნთქვის ტექნიკები, იმიტომ რომ ესეც არის მედიტაციის და სხეულის სკანირების, მოკლედ ძალიან გავრცელებული მიდგომა არის აი ამ დამშვიდება დაწყნარების მიმართ. ძალიან ბევრი ბიოლოგიური მიზეზი აქვს, ესე იგი ღრმად სუნთქვა არეგულირებს ტვინის ციკლებს, ესე იგი გამოსხივებას, ჰორმონალურ ბალანსს და ასე შემდეგ ნივთიერებათა ცვლას. ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, რატომაც სუნთქვის ტექნიკები ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, თვითშემეცნებას და აი ამ self awareness-ის მდგომარეობას, ხო? ჩვენ ცოტა ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, რომ სუნთქვა ხო ვიცი, ესე იგი სუნთქავ და არ ვიხჩობი, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. ეგრე არ არის. მოკლედ სიარული იცი, მაგრამ უსეინ ბოლტი მოკლედ 100 მეტრს 9 წამში გარბის. სუნთქვაც არის და სუნთქვაც. შეიძლება ისეთი სუნთქვა იცოდე, რომ არ დაიხჩო, შეიძლება ისეთი სუნთქვა იცოდე, რომ დაიხჩო და შეიძლება ისეთი სუნთქვა იცოდე, რომ ნერვები დაგაწყდეს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ავნერვიულდებით, სუნთქვის რიტმი ირევა და მოკლედ ეს კიდევ უფრო, ესე იგი ჯერ ხო ავნერვიულდი და პრობლემა გვაქვს და მე უარესი პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ წესიერად არ სუნთქავ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ სუნთქვის ტექნიკების ჩაღრმავებას მოკლედ ნამდვილად აქვს აზრი და შინაარსი, ხო? და ბოლოს მინდა ვთქვა, ესე იგი პიროვნების შეფასების ინსტრუმენტებს მინდა შევეხო, ეს არის ყველანაირი self-test-ი, რომელიც უყვართ ადამიანებს, რა ვიცი, მე ძალიან მიყვარს via strengths, ანუ via ძლიერი მხარეების ანალიზი, ამას წინათ გავაკეთებ. ძალიან მომწონს disk test-ი, ძალიან კარგი ინსტრუმენტია persona ანალიზი, enneagrammas იყენებენ, ესე იგი მე არ გამომიყენებია, მაგრამ საინტერესო ინსტრუმენტია, ემოციური ინტელექტის ტესტებია, მოკლედ ძალიან ბევრნაირი ტესტია. ფაქტიურად ეს არის საშუალება, რომ ფიდბექი მიიღო ადამიანისგან კი არა რაღაცა ავტომატიზებული სისტემისგან, ხო? ხა ის სისტემა შენ არ გიცნობს და კითხვარით გაგიცნობს, ამიტომ შეიძლება ცვალებადი შედეგიანობის იყოს ტესტირება, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ დასაჯერებლად კი არ გვინდა ტესტი, რასაც გვეტყვის, ჩვენ გვინდა დასაფიქრებლად. და ამიტომ მოკლედ გამოდგება, რასაც მეტს იპოვით ხარისხიანს და საინტერესოს, მოკლედ გამოიყენეთ აუცილებლად ეს ინსტრუმენტები. ეხლა რომ შევაჯამოთ, ისედაც საკმაოდ გრძელი ვიდეო გამოგვივიდა, პრაქტიკულად რა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, ხო? პირველ რიგში, ესე იგი, მოიწონეთ ეს ვიდეო თუ მოგწონთ თემა და ამ დრომდე თუ უყურებთ მით უმეტეს და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ესე იგი, ვიდეოების მოწონებით ხვდებით ჩვენც და YouTube-იც, როგორი მასალა მოგწონთ, როგორი კონტენტი გინდათ და როგორი შემოგთავაზოთ მომავალში, ხო? ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენ ყოველკვირეულად ვათავსებთ საინტერესო ვიდეოებს YouTube-ის არხზე. ნუ ასევე გამოგვყევით Facebook-ზე და TikTok-ზე, იქაც ბევრი საინტერესო რამე ხდება, ხო? ესე იგი, რო გავაგრძელოთ კიდე რამდენიმე ინსტრუმენტზე მინდა ყველა თქვენი ყურადღება გავაჩერო, ეს არის გაზომვადი ამოცანების დასახვა და შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი self awareness-ი, ანუ მე შეიძლება მეგონოს, აი მაგალითს მოვიყვანო, რომ გონია რომ ინგლისური კარგად ვიცი, მაგრამ რო დავისახავ ამოცანას, რო დავუშვათ IELTS-ის გამოცდა ჩავაბარო და ქულა გავიგო, ეს ვიცი ინგლისური უკვე გაზომვადი გახდება, ხო? ესეთივე რაღაცა შეიძლება გააკეთოთ სხვა რამეებზეც, ხო? შეიძლება რაღაც მენეჯმენტის, ან პროჯექტ მენეჯმენტის გამოცდა ჩააბაროთ, ხო? შეიძლება რაღაც მიმართულებით ტრეინინგი გაიაროთ და იქ გატესტოთ თქვენი თავი, ხო? self learning-ის მილიონი საშუალებაა, ძალიან კარგი. ჩვენც აგვაქვს LMS სისტემა, ბევრი სხვა LMS სისტემაა, სადაც არის ესეთი რაღაცები, ხო? როგორც კი გაზომვაც გახდით თქვენ შედეგებს, მე უკვე თავს ვეღარ მოვიტყუებთ რა, გვეცოდინება ეს ინგლისური მართლა კარგად ვიცით თუ საშუალოდ თუ ცუდად, ხო? mindful სეირნობა, ასე ვთქვათ, ეს არის ისეთი სეირნობა, სადაც თქვენ აკვირდებით სეირნობის პროცესს, რა, აი, გახსოვთ ცნობიერების გასეირნებაზე რო ვილაპარაკეთ, ამ შემთხვევაში ცნობიერების გარდა სხეულსაც ვასეირნებთ, რა. ოღონდ ჩვენი სეირნობაც არის, შეიძლება თქვენ სახლიდან სამსახურისკენ ფეხით წახვიდეთ, ან სადმე გაისეირნოთ, მაშინაც დამიზნებულ ფიქრს ავართ მიჩვეული, რომ რაღაც კონკრეტულზე ვიფიქროთ. ან საერთოდ გონება გავთიშოთ რაღაცა ავსკროლოთ, ჩავსკროლოთ, ხო? ამ შემთხვევაში ლაპარაკია, რომ სეირნობ და კონცენტრირებულია შენი ტვინის სეირნობაზე. რას ხედავ, რას გრძნობ, შენი სხეული როგორ სეირნობს, ასე ვთქვათ, გარშემო რა ხდება, რა ხმები გესმის, რა სუნებია და ასე შემდეგ, ხო? ასევე
ჩვენ ვახსენეთ ჟურნალი ჩაწერა დღიური და არსებობს ჩაწერის ჟურნალის ნაირსახეობა, რომელსაც ქვია ემოციების ჩეკინი, ემოციების რეგისტრაცია, ხო? შეიძლება სპეციალიზებული ჟურნალი გქონდეს, სადაც გაშლილად კი არ წერ ამბებს, უბრალოდ ემოციებს ვცნობ, რომ რაღაცა ახლა 5 საათია და დავიღალე, 3 საათია და ცოტა გავღიზიანდი, რატო გავღიზიანდი, ნეტა და ასე შემდეგ, ანუ ემოციების ჩეკინი და აპლიკაციებიც არის iOS-ზეც და Android-ზეც არის აპლიკაციები მობილურში, რომ შენ დღის განმავლობაში და აი ბავშვებთან ძალიან კარგად მუშაობს ეს აპლიკაციები, ძალიან ეხმარება ბავშვებს და ახალგაზრდებს, თინეიჯერებს თავის ემოციებში გარკვევაში, იმიტომ რომ მაგ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ეგ ამბავი. მადლიერების პრაქტიკა მე მგონი ყველას გაგიგიათ. ეს არის დაფიქრება იმაზე, ვისი და რისთვის ხარ მადლიერი. შეგიძლიათ ამ წუთას გააკეთოთ ეს ამბავი, შეგიძლიათ ყოველდღიურად გააკეთოთ, ითვლება რომ მადლიერების პრაქტიკა თქვენ self awareness, თქვენ თვითშემეცნებას აძლიერებს. ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, როგორც SWOT ანალიზი, როგორც შეიძლება გავაკეთოთ ორგანიზაციაზე, ასევე შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ საკუთარ პიროვნებაზე, ხო? და თვითთანაგრძნობის პრაქტიკა, ანუ self compassion არის, რომ შენ თავს აპატიო შეუნდო და მიიღო შენი თავი ისეთი როგორც არის. ჩვენ ხშირად კონცენტრირებით, რომ სხვები მივიღოთ ისეთი როგორც არიან, მაგრამ პირველი ვინც უნდა შევიყვაროთ და ვისაც უნდა ვაპატიოთ, ასე ვთქვათ, რაღაცეები, ეს არის სწორედ ჩვენი პიროვნება. ხო, ეს არის მოკლე აღარ გამოვიდა, კაი ვრცელი მიმოხილვა self awareness-ის პრაქტიკების. მე გთავაზობთ, რომ აირჩიოთ 2-3, შეიძლება გადაახვიოთ ეს ვიდეო, თავიდან ეპიზოდებად მოისმინოთ და აირჩიოთ 2-3, რომელიც ფიქრობთ, რომელიც მოგეწონა და ფიქრობთ, რომ შეიძლება გამოიყენოთ და მოსინჯოთ ეს რაღაცეები და გახადოთ თქვენი ყოველდღიური განრიგის ნაწილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს პრაქტიკა მუშაობს კარგად იმ შემთხვევაში, თუ გახდება თქვენი ყოველდღიური განრიგის ნაწილი. ეს არის მოკლედ რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა, კომენტარებში მომწერეთ თქვენი გამოცდილება, თქვენი რჩევები, თქვენი შეკითხვები და მოკლედ ჩავუღრმავდეთ ამ თემას იმ კუთხით და იმ მიმართულებით, რაც თქვენ გაინტერესებთ. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.